მოგესალმებით. დღეს შაბათია და 16 საათზე იმუნიტეტში ტრადიციულად საინტერესო სამედიცინო თემებით ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კი გადაცემის წამყვანები, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე და ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა გახლავართ. ახალშობილის დაბადება ოჯახში ყველაზე დიდი ბედნიერებაა, თუმცა ამ სიხარულს ხშირად თან ახლავს გამოწვევებიც. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მშობლებისთვის პატარას ჭირვეული ტირილი და მუცლის ტკივილია, რასაც მედიცინაში კოლიკას უწოდებთ. დღეს ჩვენ სწორედ კოლიკის მართვაზე, მის რეალურ მიზეზებსა და პრევენციაზე ვისაუბრებთ. მოგცემთ რჩევებს, როგორ დავეხმაროთ ჩვილს ამ რთული პერიოდის გადალახვაში და განვიხილავთ თუ რა როლს ასრულებს თანამედროვე საკვები დანამატები ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია: ჩვილ ბავშვთა კოლიკას სიმპტომები და მართვის ეფექტური გზები. საკვები დანამატების როლი და მათი მნიშვნელობა ბავშვის ზრდის პროცესში. რკინის დეფიციტის პრევენცია პატარებში და ორგანიზმის გაჯანსაღების მეთოდები. უნივერსალური დანამატები, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. და ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ქალბატონი მანანა შენგელია, ჰუმანას პროდუქციის მენეჯერი. ბავშვებმა უფრო სწრაფად დაიწყეს ლაპარაკი და მოტორიკაც უფრო სწრაფად განუვითარდათ. და სანამ სტუმარს მოვიწვევთ, შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის როლზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. გადაცემის სპონსორია ჰუმანა, გერმანული ბრენდი 1950 წლიდან. და ნინა, დროა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, ქალბატონი მანანა შენგელია, ჰუმანას პროდუქციის მენეჯერი. გთხოვთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. მოგზავნით. ქალბატონი მანანა, ჯერ მინდა შემოგთავაზოთ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. გთხოვთ. მადლობა. ქალბატონი მანანა, მოდით გადავავლოთ სულ ახლო წარსულის, ასე ვთქვათ, ისტორიას, რომელიც ეხება საკვებ დანამატებს. ადრე მე როგორც მახსოვს, ისეთი აქტუალური არ იყო ეს საკითხი, თუმცა დრომ მოიტანა ეს ყველაფერი და პრაქტიკულად ვერც წარმომიდგენია რომელიმე ექიმის საქმიანობა, მისი პროფესიული საქმიანობა, სადაც არ იქნება ნახსენები საკვები დანამატები. მოდით ჯერ ჩვენს ტელემაყურებელს ავუხსნათ ზოგადად რას წარმოადგენს ეს საკვები დანამატები და მერე ზოგადი მიმოხილვა რო გააკეთოთ აი ამ თქვენს მიერ წარმოდგენილ პროდუქციაზე. გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესო თემა წამოვჭერით. რაც შეეხება საკვებ დანამატებს და კონკრეტულად ჰუმანას საკვებ დანამატებს, მოგახსენებთ, რომ თვითონ ჰუმანა როგორც ესეთი 1950 წლიდან ფუნქციონირებს გერმანიის ბაზარზე, მაგრამ მათ თავიდან დაიწყეს ფუნქციონირება როგორც დედის რძის შემცვლელის მწარმოებელი კომპანია. თუმცა მოგვიანებით და ეს მოხდა 2012 წელს, მათ თავიანთ ასორტიმენტში შეიტანეს ასევე საკვები დანამატები. და თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანეთ, დღესდღეობით ძალიან პოპულარული არის საკვები დანამატების მიღება ჩვილობიდან დაწყებული და უკვე ზრდასრულობითაც დამთავრებული. დღესდღეობით ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტულად ეგრეთ წოდებული ბენელაიფის ხაზი, რომელიც სწორედ ჰუმანას ასორტიმენტში რამოდენიმე წლის წინ შეემატა და ჩვენ საქართველოს ბაზარზე ის ჩამოვიტანეთ დაახლოებით 3 წლის წინ. შესაბამისად, ის შედარებით უფრო ახალი არის, ვიდრე სხვა პროდუქცია ჰუმანასი, რომლითაც ის ცნობილი იყო ჩვენს ბაზარზე ძალიან ბევრი დედიკოსთვის სავარაუდოდ. კონკრეტულად აქ წარმოდგენილი გვაქვს 4 დასახელების საკვები დანამატი, ეს გახლავთ კოლიკების სამკურნალო, ბენელაიფ კოლინო, ასევე რკინის საკვები დანამატი
Benelife Iron-ი და D ვიტამინი 2 სახით. ერთი არის D-Forte, რომელშიც არის D3 ვიტამინი პლუს DH ანუ ომეგა-3 და მეორე არის mono D ვიტამინი D1000. რა არის კოლიკა? განვმარტოთ ჩვენს მშობლებს თუ რა არის კოლიკა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება მისი შემსუბუქება, ან როგორ ვებრძოლოთ ამ კოლიკას. რითი შეიძლება დავეხმაროთ ჩვილს, რომ ნაკლებად, ასე ვთქვათ, მტკივნეულად გადაიტანოს ეს პროცესი. კოლიკა არის ერთ-ერთი ძალიან შემაწუხებელი ფაქტორი განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. რა არის ზოგადად კოლიკა? კოლიკა არ არის დაავადება. ეს არის ფუნქციური დარღვევა და ის ძირითადად გრძელდება დაბადებიდან მაქსიმუმ 4 თვემდე. იშვიათად შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს, მაგრამ როგორც წესი ეს არის 0-დან 3 თვის ჩათვლით, მაგრამ იმდენად შემაწუხებელია თვითონ ბავშვისთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა მთელი ოჯახისთვის, რომ ზოგ შემთხვევაში დედები ძუძუთი კვებასაც კი წყვეტენ, იმდენად დასტრესილები არიან. კოლიკის შემსუბუქება, რა თქმა უნდა, კოლიკის შემსუბუქებას ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენი ბებიები, მათი ბებიები და სხვადასხვა მეთოდი ყოველთვის არსებობდა, როგორიც იყო მასაჟი, მუცლის მასაჟი, ანუ სწორ პოზიციაში ბავშვის დაჭერა, განსაკუთრებით კვების შემდეგ. ასევე თბილი აბაზანა და სხვა. თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ იყო იმდენად ეფექტიანი, რომ ბავშვისთვის დაუშვათ რაღაცა ძალიან დიდი შვება მიეგვარათ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა და მეცნიერები ამაზე უკვე რა თქმა უნდა კარგახანია წლებია და ათწლეულებია მუშაობენ, რომ გამოიგონონ ისეთი საკვები დანამატი, რომელიც მეტნაკლებად კიდევ უფრო შეუმსუბუქებდა აი ამ კოლიკებს. თან კოლიკები თქვენ იცით რომ ზოგჯერ შეიძლება დაიწყოს სრულიად მოულოდნელად, ანუ ბავშვი იწყებს ისეთ ტირილს, რომ არ ჩერდება, მთელი ოჯახი ფეხსია, ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოდის ხშირ შემთხვევაში და ცდილობენ რომ ან ექიმთან წაიყვანონ, ან თვითონ უშველონ და ასე შემდეგ. სხვათა შორის აი ჰუმანამ მოგვაწოდა ევროპული სტატისტიკა. სადაც აი ექიმთან მიმართვიანობის სტატისტიკაა მოყვანილი და აღმოჩნდა რომ ყველაზე ხშირი მიმართვიანობა სწორედ კოლიკის გამო ხდება. ქალბატონო ანა, ჩვენ ვახსენეთ რომ ბრენდი ჰუმანა თავის საწყისებს იღებს 1950 წლიდან. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამდენი წლის მანძილზე გასული საუკუნიდან მე-20 საუკუნიდან 21 საუკუნამდე მან დაიმსახურა ის ნდობა მომხმარებლების მხრიდან. მაგრამ მოდით თქვენ ახსენეთ კონკრეტულად კოლინა, ანუ ის საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება კოლიკასთან ბრძოლის დროს. რა არის ის უპირატესობა, მისი დადებითი მხარე, რაც მას გამოარჩევს, თქვათ, ანალოგიურ სხვა დანამატებისგან? აქ არის 3 ძირითადი ინგრედიენტი. ეს არის ბალახოვანი კომპონენტები, გვირილა და ლიმონის ბალზამი, იგივე მელისა, უფრო მელისას დასახელებით იცნობენ ჩვენს მოსახლეობაში და მესამე ეს გახლავთ პრობიოტიკები, ანუ ცოცხალი ბაქტერიები, მაგრამ არა ესეთი ტრადიციულად ცოცხალი ბაქტერიები, არამედ ტინდალიზებული ცოცხალი ბაქტერიები. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ გვირილა და მელისა საკმაოდ კარგი ბალახოვანი მცენარეებია, რომლებიც ოდითგანვე ცნობილი იყო როგორც დამამშვიდებელი, ესეთი ანქსიოლიზური, ანუ შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტით. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კოლიკის დროს ბავშვს დამშვიდება პირველ რიგში ჭირდება. ხოლო რაც შეეხება პრობიოტიკებს, ბოლო 10 წლეულია, ანუ მეცნიერები ზოგადად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრობიოტიკებით კოლიკის მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი. კონკრეტულად კოლინოში წარმოდგენილი არის ლაქტობაცილუს აციდოფილუსი, რომელმაც განიცადა ტინდალიზაცია. ეხლა მოდით ვისაუბროთ აი სწორედ ამ ტინდალიზაციაზე, რადგანაც ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სხვა მსგავსი ინგრედიენტით წარმოდგენილი საკვები დანამატი ჯერჯერობით არ არსებობს. ტინდალიზაცია ეს არის გაცხელების გზით ცოცხალი ბაქტერიის ინაქტივაცია. ანუ ფაქტიურად გაცხელებით ხდება ამა თუ იმ ცოცხალი ბაქტერიის, კონკრეტულად ლაქტობაცილუს აციდოფილუსის ცხოველქმედების მოსპობა, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ ის არ არის ბოლომდე დაღუპული. რით განსხვავდება მაგალითად ტინდალიზაცია ისეთივე ინაქტივაციის პროცესებისგან, როგორიც არის თუნდაც პასტერიზაცია ან სტერილიზაცია. ორივე წარმოადგენს ინაქტივაციის ერთ-ერთ მეთოდს, ხო? მაგალითად პასტერიზაციის შემთხვევაში ხდება
თვითონ ბაქტერიის ინაქტივაცია, მაგრამ არ ხდება სპორების ინაქტივაცია. და თუ თქვენ მაგალითად პასტერიზებულ რძეს დადებთ ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე, ის ამჟავდება, ხო? ჩვეულებრივად აიჭრება. რატო? იმიტომ რომ სპორები განაგრძობენ ცხოველქმედებას. რაც შეეხება სტერილიზაცია ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ეს არის 100-120 გრადუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად იხოცებიან ეს ცოცხალი ბაქტერიები, რაც აქ ამ შემთხვევაში საჭირო არ იყო. რა იყო კონკრეტულად აქ საჭირო? რომ ცხოველქმედება ბაქტერიას აღარ ეწარმოებინა, მაგრამ შეენარჩუნებინა მისი დადებითი თვისებები. ის, რაც პრობიოტიკს უნდა ახასიათებდეს, ანუ მისი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ფაქტორი გაიზარდა, მან შეინარჩუნა მემბრანა, გარსი და შესაბამისად ის ფუნქციები, რაც ზოგადად ცოცხალ ბაქტერიებს აქვთ, შექმნა ბარიერი ნაწლავების კედლებზე, ასევე მან დაბლოკა ყველანაირი პათოგენური მიკრობები, გამოიწვია TH1 იმუნური პასუხი, ანუ დადებითი პასუხი და შესაბამისად ხელი შეუწყო იმას, რომ კოლიკები შემცირდა. აი ეს არის სწორედ ტინდალიზაციის დამსახურება. კონკრეტულად ჰუმანა კოლინოს შემთხვევაში ტინდალიზაცია ხდება სამ ფაზად. 56 გრადუსზე ხდება 30 წუთის განმავლობაში გაცხელება. პირველ ფაზაში ხდება თვითონ ცოცხალი ბაქტერიის ინაქტივაცია. მეორე ფაზაში უკვე ხდება სპორების ინაქტივაცია, რომ არ მოხდეს მათი გამრავლება და მესამე ფაზა მაინც ასე ვთქვათ საკონტროლო გადამოწმების სახით კიდევ ერთხელ ხდება მაღალ ტემპერატურაზე გაცხელება. ევროპის მასშტაბით ჩატარდა არაერთი მულტიცენტრული პროფესიონალური კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუტინულად ცოცხალი ბაქტერიების მიცემა ჩვილობის ასაკიდან არ არის თლად უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ტინდალიზებული ლაქტობაქტერიები ამ შემთხვევაში წარმოადგენენ აბსოლუტურად უსაფრთხო ინგრედიენტს მელისასთან და გვირილასთან ერთად და როდესაც ჩატარდა კვლევა, რომელიც იყო ორმხრივად ბრმა რანდომიზებული და ჩვილი ბავშვების კონტინგენტი დაყვეს ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფს აძლევდნენ სიმეტიკონებს და მეორე ჯგუფს აძლევდნენ სწორედ კოლინოს შემადგენლობის საკვებ დანამატს და აღმოჩნდა, რომ კოლინოს შემთხვევაში ბევრად უკეთესი იყო შედეგი. 95% შემთხვევაში ბავშვების ესეთი განუწყვეტელი ტირილი შემცირდა 2-3 ჯერ. როგორც ხვდები, ეს არის ურეცეპტო პრეპარატი და შეგვიძლია პაციენტებს ავუხსნათ მისი მიღების წესი. წყალხსნარი 30 მილilitrიანი, მას მოყვება გრადუირებული პიპეტი, რაც ძალიან აადვილებს დოზირებას. აი ასეთი გრადუირებული პიპეტი მოყვება მას და რა თქმა უნდა დედისთვის საკმაოდ ადვილი არის, რომ სწორედ ის დოზა ამოიღოს, რაც მას სჭირდება. ზოგადად 3-4 თვე გრძელდება კოლიკის პროცესი. რამდენად შეგვიძლია ამდენი ხნის მანძილზე გამოვიყენოთ ეს პრეპარატი? აი ნახეთ, როდესაც კვლევა ჩაატარეს, დაახლოებით 1 თვის შემდეგ, აი ეს შედეგები დადგა, რაც გითხარით, ანუ ტირილი 2-3 ჯერ შემცირდა. დაახლოებით 1 თვის შემდეგ. თუ პედიატრი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, დედასთან ერთად, შესაძლებელია, რომ ეს კიდევ უფრო გახანგრძლივდეს. ეს რაც შეეხება კოლინოს, მაგრამ ძალიან საინტერესო საკვები დანამატი აქვს ჰუმანას, ბენელაიფ აირონი, ხო? კი ბატონო. მოგეხსენებათ, რკინადეფიციტური ანემია და ზოგადად რკინის დეფიციტიც ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული პრობლემა არის. მაგალითად, ჰუმანამ მოგვაწოდა ევროკავშირის მასშტაბით სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 25% ახალშობილებისა აწუხებს, ასე ვთქვათ, რკინის დეფიციტი, ხოლო დაახლოებით 42% 5 წლამდე ბავშვებში აწუხებთ რკინადეფიციტური ანემია. საკმაოდ მაღალი პროცენტია სხვათა შორის ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის, როგორებიც არის ევროკავშირის ქვეყნები, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის. პირველ რიგში ის არის აბსოლუტურად ბუნებრივი შემადგენლობის, ისევე როგორც კოლინო, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს, აღებავებს, არომატიზატორებს, არ შეიცავს გლუტენს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 6 თვემდე შესაძლებელია ბავშვების გარკვეულ ნაწილს ჰქონდეს გლუტენზე ალერგია და აქედან გამომდინარე, არ უნდა შეიცავდეს 6 თვემდე არც ერთი არც საკვები დანამატი და არც თვითონ საკვები ბავშვის გლუტენს. ასევე არ შეიცავს რაიმე ხელოვნურ კონსერვანტებს და ასე შემდეგ. და თვითონ რკინა წარმოდგენილი არის რკინის ბისგლიცინატის სახით. რა არის ეს რკინის ბისგლიცინატი? ეს არის ორვალენტიანი რკინის ხელატი, ანუ რკინის მარილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც თავისი ბიოშეთავსებადობით არის საუკეთესო.
აი ტრადიციულად ახლა რკინის პრეპარატებში მოიხმარდნენ ძირითადად რკინის სულფატებს, რკინის ფუმარats, რკინის ასკორბატს. მაგრამ იგივე მაგალითად რკინის სულფატთან შედარებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი არის, რკინის ბისგლიცინატის ბიოშეთავსებადობა არის 4-ჯერ უფრო გაზრდილი. ანუ წარმოიდგინეთ, იგივე 1 მილილიტრი რომ მიიღონ რკინის ბისგლიცინატი, ის 4-ჯერ უფრო ბიოშეთავსებადია ორგანიზმისთვის, ვიდრე დაუშვათ რკინის სულფატი. უნდა აღინიშნოს, რომ რკინის ბისგლიცინატთან დაკავშირებითაც ჩატარდა ორმხრივად ბრმა რანდომიზებული კვლევა და აქაც ჩვილ ბავშვთა კონტინგენტი დაყვეს 2 ჯგუფად. ერთ ჯგუფს აძლევდნენ რკინის სულფატს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის რკინისა და მეორეს რკინის ბისგლიცინატს. აღმოჩნდა, რომ რკინის ბისგლიცინატის შემთხვევაში ნაკლები იყო კუჭის გაღიზიანება, კუჭნაწყავის გაღიზიანება და შედეგი დადგა 45 დღეში, მაშინ, როდესაც რკინის სულფატის შემთხვევაში ამას დაჭირდა 3 თვე. ანუ უფრო მოკლე ვადაში მიიღეს ფაქტიურად იგივე შედეგი და ნაკლები გვერდითი ეფექტები. რატო? თვითონ მოლეკულასაც რომ დავაკვირდეთ ჩვენ რკინის ბისგლიცინატის, ანუ რკინის მოლეკულას გარშემო 2 გლიცინატის მოლეკულა აქვს, თითქოს როგორც ფარი, ისე იცავენ მათ სხვა სუბსტანციებისგან, რომ არ შევიდეს რეაქციაში. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ეს მოლეკულა და ეს ინგრედიენტი არ შეიწოვება კუჭის წვენის მიერ და შესაბამისად გადადის ნაწლავებში და ნაკლებად აღიზიანებს ანუ კუჭს. ცნობილი ფაქტია, რომ რკინის პრეპარატების მიღების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ კუჭნაწლავის გაღიზიანება არის. ამ შემთხვევაში ეს ფაქტიურად გამორიცხულია და მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე გაზრდილი არის ბიოშეღწევადობა. სწორედ ამიტომ არის მისი შედეგი ბევრად უფრო მარტივად ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე და უფრო სწრაფად დგება. ქალბატონო მანნა, ძალიან ვრცელი სრული სპექტრი არის წარმოდგენილი ჰუმანას მხრიდან, რაც ჩვილებს ეხება, მაგრამ უფროსებსაც ხო სჭირდებათ ეს საკვები დანამატები? რა თქმა უნდა. ნამდვილად D ვიტამინი საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიტამინია და ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ეს ფაქტიურად ესენციურ ვიტამინად განისაზღვრა და მას D ჰორმონიც ეწოდა, იმდენად ფართო არის მისი ასე ვთქვათ ფუნქციები და იმდენად დიდ როლს თამაშობს D ვიტამინი მეტაბოლიზმში და რადგანაც ჩვენი საკვები დანამატები, როგორც უკვე აღნიშნეთ, არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ დანამატებს, არომატიზატორებს და ასე შემდეგ, ისინი აბსოლუტურად ბუნებრივი შემადგენლობის არის და მისი მიცემა შესაძლებელი არის დაბადებიდან და მათ შორის დღენაკლებისთვისაც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე სხვათა შორის რკინაც შეიძლება და რკინის დეფიციტი დღენაკლებში ვიცით, რომ ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა, ისიც შესაძლებელია, რომ დღენაკლობის ასაკიდან უკვე მივცეთ. ჩვენ გვაქვს D ვიტამინი წარმოდგენილი 2 სახით. ერთი არის D forte, Benelife D forte და მეორე არის Benelife D1000. აი ჩვენს წინაშე ახლა დევს D forte, ეს არის ზეთხსნარი, განსხვავებით კოლინოსგან და აირონისგან, რომლებიც იყო წყალხსნარი. მათი შენახვა შესაძლებელი არის 25 გრადუს ტემპერატურაზე, გახსნამდეც და გახსნის შემდეგაც. რაც შეეხება D ვიტამინებს, ორივე არის ზეთხსნარი და მართალია გახსნამდე ისინი ოთახის ტემპერატურაზე ინახება, მაგრამ გახსნის შემდეგ ისინი უნდა შევინახოთ მაცივარში. აი ეს არის განსხვავება, მით უმეტეს რომ ისინი კონსერვანტებს არ შეიცავენ და შესაბამისად რომ დავიცვათ რაიმე სახის გაფუჭებისგან. რას წარმოადგენს Benelife ვიტამინი D forte? ეს არის D3 ვიტამინი, ანუ იგივე ქოლეკალციფეროლი, როგორც მისი ქიმიური დასახელება, პლუს დოკოზაჰექსაენის მჟავა, ანუ ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს ამ ინგრედიენტს როგორც ომეგა-3-ს. ანუ ეს არის D3 პლუს ომეგა-3. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი არის D ვიტამინის, ანუ D3 ვიტამინის მიღება ბავშვისთვის. რადგანაც იგი არ სინთეზირდება ჩვენს ორგანიზმში, სინთეზირდება ფაქტიურად კანში ულტრაისფერი სხივების ზემოქმედებით, მაგრამ პატარას ჩვენ ძალიან დიდხანს მზეზე ვერ ვამყოფებთ, რადგანაც შეიძლება მივიღოთ დამწვრობა. პირიქით, როდესაც ბავშვები გავყავს მზეზე, მას ვუსვავთ მზის დამცავ კრემებს, შესაბამისად ვამცირებთ ულტრაისფერი სხივების ზემოქმედებას და ანუ სინთეზირება D ვიტამინისა მაინც ნაკლებად ხდება. პლუს ის ვერ მიიღებს საკმარისად ამას საკვებიდან. ჩვილობაში სხვა საკვების მიღება მოგეხსენებათ გარდა ფორმულისა და დედის რძისაა გამორიცხულია, რაც შეეხება დამატებითი საკვების მიღების შემდეგ, ანუ დაახლოებით 6 თვის შემდეგ, აქაც ჩვენ ვერ მივცემთ მას იმ რაოდენობით საკვებს, რომლებიც შეიცავენ D ვიტამინს, რომ მათ უზრუნველყონ დღიური დოზის მიღება. მათ უნდა მიიღონ არა
ნორმალური რაოდენობით, რაც ფაქტიურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის დ-ვიტამინის მიღება როგორც დანამატის. ფაქტიურად მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ დაბადებიდან თითქმის წლამდე ბავშვისთვის საერთაშორისო ერთეულებში იზომება დ-ვიტამინის, ასე ვთქვათ, დოზა და მათთვის დღიური დოზა ეს არის 400 საერთაშორისო ერთეული. შესაბამისად, ჩვენი აი D-Forte სწორედ შეიცავს 400 საერთაშორისო ერთეულ D3 ვიტამინს. თითო დოზა, ანუ თითო დღეში მიღებული დოზით ბავშვი იღებს 400 საერთაშორისო ერთეულს და ასევე საპრევენციო დოზას ომეგა-3-ს, ეს არის 20 მილიგრამი. რა არის ომეგა-3? ეს არის ცხიმოვანი მჟავები, როგორც ვთქვით, დოკოზაჰექსაინის მჟავა. მას ძირითადად იღებდნენ თევზის ქონიდან, თუმცა ბოლო დროს შეცვალეს და სხვადასხვა ზღვის მიკროკულტურებიდან იღებენ. ამ შემთხვევაშიც ომეგა-3 მიღებული არის ზღვის მიკროკულტურიდან, რომელსაც ეწოდება სქიზოხიტრიუმი და ის ბევრად პოპულარული არის ახლა, რადგანაც 100 მილიგრამში უფრო მეტია კონცენტრაცია ომეგა-3-ის, ვიდრე ნებისმიერ თევზის ქონში. და რატომ არის ისიც აუცილებელი? იმიტომ რომ ის არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც შეიცავს ადამიანის ტვინი. ომეგა-3 ძალიან მნიშვნელოვანი არის ტვინის, ასევე ნერვული სისტემის და მხედველობის განვითარებისათვის. მასაც ვერ ასინთეზირებს ბავშვის ორგანიზმი, ამიტომ მისი მიღებაც აუცილებელი არის განსაკუთრებით წლამდე. აქაც მოდით ვთქვათ და ვახსენოთ, რომ ჰუმანამ მოგვაწოდა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც ჩატარდა 1161 ახალშობილზე. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი იღებდა მონო D-ვიტამინს, ხოლო მეორე ჯგუფი იღებდა სწორედ აი ასეთ პრეპარატს, ანუ D3 პლუს ომეგა-3. შედეგი აღმოჩნდა ნამდვილად გასაოცარი. იმ ჯგუფში, სადაც იღებდნენ D3 პლუს ომეგა-3-ს, ბავშვებმა უფრო სწრაფად დაიწყეს ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ისე ვერ ლაპარაკობენ, როგორც ჩვენ ახლა, მაგრამ მათ დაიწყეს ცდილობები, რომ რაღაცა ეთქვათ და მოტორიკაც უფრო სწრაფად განუვითარდათ, ანუ უფრო სწრაფად გადატრიალდნენ, უფრო სწრაფად მიიხედეს დაძახებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, როგორც ჰუმანამ გითხრა, საკმაოდ პოპულარული არის ევროპაში, ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში, აი სწორედ ამ ორი კომბინაციის ერთად მიღება, მით უმეტეს, რომ ისინი სინერგიულ ეფექტს ახდენენ ერთმანეთისთვის. ანუ ისინი ხელს არ უშლიან, პირიქით ერთმანეთს ხელს უწყობენ, რომ უკეთესად შეიწოვოს ორგანიზმი. ხა ესეც არის ესეთი ფლაკონი, როგორც გითხარით, მასაც მოყვება გრადუირებული პიპეტი. ამ შემთხვევაში საკმაოდ იოლი არის მისი დოზირება. ქალბატონო მარინა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მართლაც ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენმა დედებმა იცოდნენ რა არის თანამედროვე მიდგომა, რა სჭირდება ჩვილს იმისთვის, რომ მართლაც ჯამრთელი და სრულყოფილი შთამომავლობა გაიზარდოს ყველა. ბევრი სიყვარული და რა თქმა უნდა საჭირო და აუცილებელი დანამატები, ასევე ის რომ არ კონდეს კოლიკები და გაზებმა არ შეაწუხონ და უფრო მე მგონი ოჯახის წევრები უფრო წუხდებიან. თორე თვითონ ვერ ამისთვის არის მოწოდებული კოლინო. ქალბატონო მარინა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ახლა კი იმუნიტეტში რეკლამის დროა. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის როლზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. გადაცემის სპონსორია ჰუმანა, გერმანული ბრენდი 1950 წლიდან. და გიორგი, ახლა კი დადგა დრო მაყურებელთან ერთად ვნახოთ იმუნიტეტის ტრადიციული რუბრიკა ბლიცი ექიმთან. თავი მიზეზი, რის გამოც ექიმი გახდით? ცხოვრების ერთ ეტაპზე ვიყავი ესეთი დიდი გამოწვევის წინაშე, სადაც ესე ღრმად დამანახა აი ამ სურათმა რას ნიშნავს იგრძნო ტკივილი და რას ნიშნავს როცა ტკივა ადამიანს. და ყველაზე მნიშვნელოვანი
სიცოცხლის მნიშვნელობა. ეს იმდენად დიდი გამოწვევა იყო, რომ ესე ღრმად მეფიქრა იმ დეტალებზე. სურვილი იმისა, რომ გამხდარიყავი ექიმის სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საბაბი. დღეს როცა კონსულტაციას გავდივარ პაციენტებთან, იმდენად მნიშვნელოვანია ეს სამი დეტალი და ესე ხმა ემოციურ, ფსიქოემოციურ მდგომარეობაში შევდივარ პაციენტთან მაქსიმალურად გრძნობ. მისი ტკივილის, როგორ თქვა, შეგრძნებას თუ რას განიცდის აი ამ დროს როგორ გადმოცემს ეს თავის ტკივილს. მეც მაქსიმალურად ვიჭდება სურვილი, რომ მას უთანაგრძნო და გვერდით დაუდგემისათვის, რომ იგრძნოს შემდგომ, როცა გამოჯამრთელდება თუ რას ნიშნავს, რომ ჯამრთელია და პლუს იგრძნოს ის ხარისხი ცხოვრების, რაცაც ცხოვრება ქვია. სწორედ ამან განაპირობა, რომ ამერჩია მედიცინა. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ყელყურცხვირის ექიმს უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ზოგადად არა მარტო ყელყურცხვირის ექიმს უნდა ჰქონდეს, ყველა ექიმს. ალბათ უფრო ინსტინქტი და ეს ფსიქოემოციური შეგრძნება, რომ რაც შეიძლება პაციენტთან ახლოს იყო. ალბათ ყველა ექიმისთვის და არა მარტო ოტორინოლარინგოლოგისთვის. თვითმკურნალობა თუ დაყოვნება, რომელი უფრო აზარალებს პაციენტს თქვენ სფეროში? ორივე აზარალებს პაციენტს, იმიტომ რომ თვითმკურნალობის დროს შესაძლებელია ექიმი შეიყვანოს საკმაოდ დიდ შეცდომაში. რადგანაც ამ დროს შესაძლებელია სულად წაიშალოს კლინიკა და პაციენტის მიერ გადმოცემული არჩევილები არ ემთხვეოდეს აღნიშნულ კლინიკას. და რაც შეეხება დაყოვნებას, არის რიგი შემთხვევები, როცა დაყოვნების დროს შესაძლებელია იმდენად გამწვავდეს, რომ მივიღოთ შეუქცევადი პროცესი და სამწუხაროდ შეიძლება ვერ შეძლოს სრულად დახმარება და რაღაც ტრაუმის სახით დარჩეს პაციენტი. ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ადამიანები ყურის მოვლისას უშვებენ. ხშირი ყურის წმენდა, რომელიც არ არის რეკომენდებული. აქ დიფერენცირება საჭირო არის ასევე წვრილი ყურის, ასე ვთქვათ, ჭხირები, რომელსაც იყენებენ ყურის წმენდის დროს. და არ არის რეკომენდებული, ეს არის ცხვირის. არის სპეციალური ყურის ჭხირები, რომელთაც უნდა გამოვიწმინდოთ. თუ გვინდა რომ არ დავაზიანოთ გაერთასასმენიმილი დაფისაბკი და არ გამოვიწვიოთ გოგილის აცვი. ყველაზე უცნაური ნივთი, რომელიც პაციენტის ცხვირიდან ან ყურიდან ამოგიღიათ. საოცარია, რომ ძირითადად მაინც ბავშვებში უფრო მეტად. ალბათ რაც ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, უცნაური გაღვივებული სიმინდის მარცვალი. მინიატურული საბავშვო სათამაშოები ხშირად გვხვდება ხოლმე ბავშვებში. ყურში, ცხვირში, ხშირად არის ეს შემთხვევა. თქვენი აზრით, საქართველოში ყველაზე ხშირად რომელ სიმპტომს უგულებელყოფენ ადამიანები? ალბათ უფრო სუნთქვას, რასაც ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, არის სუნთქვა. იმდენად არის ბევრი პაციენტი, რომელსაც სუნთქვა უჭირს, მაგრამ არ თვლის რაღაც მნიშვნელოვნად აი ამ საკითხს და უგულებელყოფს, რომ თითქოს არ აუშავს, თითქოს ალბათ გაუმჯობესდება მდგომარეობა, ანუ როცა უფრო მეტად გართულდება, მაშინ მიაქცევს ყურადღებას, უფრო სუნთქვა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. და რა არის ხოლმე ამის ყველაზე ხშირი მიზეზი სუნთქვის პრობლემის? პირველი ეს არის ზედასასუნთქი გზების, ანუ ასე ვთქვათ, ცხვირი, ძირითადად კიდის გამოდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, ბავშვებში ადენოიდების ვეგეტაცია, ობსტრუქციული დაავადებები, დაახლოებით ძირითადად ეს ნაწილები. ყველაზე დიდი პროფესიული გამარჯვება, რომელიც დღემდე გახსოვთ? ეს იყო ბავშვი, რომელიც შემოიყვანეს კლინიკაში ყელინას სისტემით. ოპერაციის შემდგომი გართულება. რამდენიმე ეპიზოდი იყო ნაცადი, ასე ვთქვათ, სისტემის გაჩერების, ვერ მოხერხდა სისტემის გაჩერება. ასე ვთქვათ, მთლიანი გუნდის დახმარებით შევძელით სისტემა გაგვიჩერებია. აქ ჩართული იყო სხვა სპეციალობის წარმომადგენლები. მშობლების ახლობლები, რომლებიც ესე რაღაც გასაოცარ მუხტს ქმნიდნენ, რომელიც იყო ბავშვთან დაკავშირებული, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო ბავშვი და აქსისტენციის გაჩერება, რა თქმა უნდა, ეს იყო საოცარი მომენტი. როგორი ბედნიერება იყო მათ სახეზე, როცა უთხარით, რომ სისტემა შეჩერებულია და ბავშვს საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ვეტყოდი, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი, სადაც ადამიანმა შეიძლება შეიმეცნოს საკუთარი თავი.
როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ეს რუბრიკა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტელემაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. და ნინა, სამწუხაროდ ჩვენ გადაცემის საეთერო დრო დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში. შაბათს 16 საათზე. გვიყურეთ და აიმაღლეთ იმუნიტეტი.